საიდან გვაქვს რამდენი ნაგავი? გოგოები ყველაფერს ყიდულობენ, შემდეგ კი აქ ყრიან. ამალკა გაიწია, უნდა დავდო. რა გინდა? სტატივი უნდა დავდო. სახლში დიდ ადგილს იკავებს, ეხლა კი არ ვიყენებ მას. მაშინ გაყიდე. არა, რო დამჭირდეს? ეს არ გჭირდება, ყველაფერს აკდებ, შემდეგ კი ნაგავი გროვდება. ციცრუეა, აქ უამრავი საჭირო ნივთია. მაგალითად რომელი? ეს ტრენაჟორი? ჩემი საყვარელი ტრენაჟორი. ხო, მაგრამ ის შესახებ დაივიწყე. დავივიწყე, მაგრამ ახლა გამახსენდა. შეხედე. ესეც ჩემი საყვარელია. ნოიხუტე ბუნტვრითაა სავსე, ქიმც მე დაჭირდება. ამალკა რა ჩაიფიქრე? მე მინდა ეს ადგილი დასასვენებელ ადგილად მოვაწყო. სხვა ადგილას მოაწყვე. და აქ შენი ნაგავი უნდა მოიტანო ისევ? ვაპირებ აქედან ყველაფერი გავყიდო ან გავცე. ოღონდ გროგუ არა. კარგი, მაშინ დამეხმარე და რაც გინდა ის დაიტოვე. ამალკა დასუფთავება გადაწყვიტე, დიდი ხანია დროა. შენც დამეხმარე. ხო, ლუნასაც უამრავი ნაგავი აქვს აქ. მე მხოლოდ ერთი ნივთი მაქვს აქ. ჩემი საყვარელი მეტალის ამომცნობი და შენ მას იყენებ, რაღაც არ დამინახავს. იმიტომ რომ არ ვიყენებ სალონებში და კაფეებში. ლუნა, უნდა გაყიდო, მაინც არ იყენებ. და შენ არ იყენებ არაფერს. ეს ძალიან კარგი ნივთია, მეტალის ამომცნობი. და რაში იყენებ მას? მეტალს ვიპოვით ამით. რას მაინც ბოთლების თავს ახურებ, მუზად თეთრად ჩააბარებ. სხვათა შორის ოქროს სამანჯური ვიპოვე და ძველი მონეტა. არიტყუები? ფოტოებიც კი მაქვს. აი შეხედე. აი მესმის. აი ეს უძველესი ყელსაბამით. ლუნა, ნოიტყუები, ეს გუგლის ფოტოა. არა, მართლა გეუბნები. შეგიძლია კარადაში ნახო. ლუნა, მასწავლე მისი გამოყენება. რა პრობლემაა, წამოდი. შეხედე. აი მონეტა. აი რა ხდება, როცა მეტალს უახლოვდები. შეიძლება მეცსადო, გამომართვი. ამალკა, რისი ნახვა გინდა, ეზოში ნამდვილად არაფერია. კიცი, თავით ამანებე, ვარჯიშობ. როგორც ჩანს, აქ რაღაც არის. ხო, აქ რაღაც მეტალია, მოდი შევხედოთ. აი ეს. სიგნალი აქედან მოდის. მე შევხედავ. ეს ხომ ბეჭედია. ვერცხლის ასკავს. აი გამართლება, ეს ახლა ჩემია. გავყიდო თუ დავიტოვო? მე დავიტოვებდი. მე კი გავყიდდი, იქნებ დაწყევლილია. კიცი, კარგი რა. მაჩვენე. ეს ხომ ჩემი ბეჭედია. შენი? გასულ წელს დავკარგე. ახლა ის ჩემია. მოაცნებობ, ის მე ვიყიდე. ისეთი ძვირი ღირდა. შენ დაკარგე, მე კი ვიპოვე. კიტი, მუდმივად უადგილო-ადგილადებ შენს ნივთებს. გასაკვირი არ არის, რომ დაკარგე. კარგი, დაიტოვე. რა თქმა უნდა. ლუნა, შეიძლება შენი მეტალის ამოცნობით დავიტოვო? რა თქმა უნდა, თუ კარგად მოვული. იმდენ საგანძურს ვიპოვე ამით. რაც მინდა მეტალის ამოცნობი. მე იდეა მაქვს, მოდი ჩელენჯი მოვაწყოთ. ჩელენჯი მეტალის ამოცნობით? ხო, 3 დღეც მეტალის ამოცნობით. ვინც უფრო მაგარ ნივთებს იპოვის, ის გაიმარჯვებს. მე თანახმავარ. მეც და გამარჯვებული ყველა მოპოვებულ ნივთს მიერად. და სად უნდა ვეძებოთ? სადაც თქვენ გინდათ. მაშინ ხვალიდან ვიწყებ. პირველი მე ვარ. მეორე მე. მაშინ მე მესამე. ადრე ამ ადგილას შამანები ცხოვრობდნენ. ამ რუკაზე არაფერი ჩანს. აბა, შეარჩიე ადგილი? ხო, ოღონდ რუკაზე ვეძებ ახლა. აი ეს ადგილი. მაშინ შევაგროვოთ ნივთები, იქ მივდივართ. სად ხარ? კი. გუნი უნდა დავიხუროთ ესეთი. იცი სად არის? ემზადება, თქვა რომ მალე მოემზადება. რამდენი უნდა მოემზადოს?
აჰა, კიდიც. კიდი შეგიძლია ესნი მანქანაში ჩადო. ასე რისთვის გამოეწყე? და სად მივდივართ? ჩვენ დასახლებაში მივდივართ და არა შეხვედრაზე. თქვენ ამოთხეთ, მე კი იქვე დავდგები. ქუსლიანები, მიწაში ჩაეფლობა და ვერ მოხვალ იქ. მე მაქვს სპეციალური გადასაცმელი, რათა ქუსლები არ ჩაიფლოს მიწაში. ეს ფეხსაცმელი უამრავი ღირს გააფუჭებ. გადამაფიქრებინე, წავალ გამოვიცვლი. სად მივდივართ? შამანების საგანძურის საფოვნელად. მანქანა თოთწოთი უნდა. ისე ამბობ თითქოს უკვე იბოვე საგანძური. მე შევისწავლე მათი ისტორია. შამანებს ადრე ჰქონდათ ბევრი ოქრო და ასევე ვერცხლიც. ქონია მათ იქ დატოვეს, იქნებ რამე დაეკარგათ. ო, კიტი. როგორია პრინცესა ქუსლების გარეშე? კარგი, წავედით უკვე. ეს უნდა იყოს სადღაც აქ ახლოს. ამოქა, 300 წელია აქ არავინ ყოფილა. ვერაფერს იპოვი. კიცი, ვერაფერს ხვდები. თუ ადამიანები არ ყოფილან აქ, უფრო ვიპოვით რამეს. გამყევით. ჩვენ ადგილზე მოვედით. რუკის მიხედვით, აი აქ უნდა ვეძებოთ საგანძური. და რა წაიკითხე შამანების შესახებ? ამბობენ, რომ დღემდე არ არის ნაპოვნი შამანების მთავარი საგანძური, ბეჭედი. 10 მილიონი დოლარი ღირს. ამ ფულით საკუთარ თვით ფრინავს ვიყიდდი. ამოკა დარწმუნებული ხარ რომ მას იპოვი? ნუ, ცადოთ, ხომეცი მეტალის ამოცნობი. აქ კარგად უნდა შევამატო ყველაფერი. როგორც შეს რაღაც ვიპოვე. ლუნა, ამოთხარე. ჩანდაბა ლითონის კილა. ნუ გაბრაზდები, თავის დროზე მეც 1000 ესეთი კილა ვიპოვე. თავარია ფარხმალი არ დაყარო. არ ვაპირებ დანებებას. კოკოებო, აქ რაღაც არის. ლუნა, ამოთხარე. კანტელი, ამით ვივარჯიშებ. ჭანდაბა, ეს ის არ არის, რასაც ვეძებდი. აქ რაღაც არის. ლუნა, ამოთხარე. რადიო? მოდი ჩავრთოთ. მუშაობს. რაღაც ძალიან დავიღალე, აქ ჩვენ ვერაფერს ვიპოვით. კიტი, ჯერ არც კი დაგვიწყია. ოჰო, რა ხმა მაღალია. ალბათ რამე დიდია აქ. გაიწიეთ. ეს ხომ ლითონის კილა. ისევ. შიგნით რაღაც არის. ფუ, ალბათ რამე გაფუჭებული შიგნით. მოდი სახლში მივიტანოთ, გავასუფთავოთ და გავხსნათ. ამელკა, გაგირდი? არანაირად არ წავიდა. ყველაფერი გეზიზღება. იქნებ ბავშვებს აინტერესებთ რა არის შიგნით. ბავშვებო, თუ გაინტერესებთ, დაგვიწერეთ კომენტარებში და დაალაიქეთ ვიდეო. ჩადე. აჰა, რას არ გააკეთებ გაუნწერების გამო? მაშასე, მოდი გავაგრძელოთ ძებნა. ჯერა რომ საგანძური აქ არის. ხო, კიდევ რამოდენიმე კილა იქნება.
კიტი, ხედავ რომ საერთოდ არ გჯერა რამე მნიშვნელოვანს ვიპოვით. ხო, არ მჯერა. კარგი წინათგრძნობა მაქვს, აქ არაფერია. და შენ უკვე ამორჩი ადგილი, სადაც მოძებნი? და სად? არ გეტყვით, თორემ თქვენ წახვალთ იქ და მთელს ჩემს საგანძურს იპოვით. გოგოებო, გული მიგზავს, აქ რამე ღირებული იქნება. კიტი, ამოთხარე. აქ არაფერია. ღრმა დამოთხარე. რაღაც არის. არ შემიძლია დავიღალე. მაშინ მე ამოვთხრი. ვაუ, გოგოებო, შეხედეთ. მაგარია. ჩემი აზრით რამე იაფასიანია, წაღებაც კი არ ღირს. ფიქრობ გადავაგდოთ? ხო, ფიქრობ არაფრად არ ღირს. მე კი წამოვიღებ სახლში. ისეთ სიღრმეზე იყო დამარხული რაღაც ღირებულია მგონი. მართალია ამილკა წამოიღე და ნუეჭვობ. არა და მე მეუბნებოდი რომ ყველა ნაგავს ვინახავ. თუ კი არაფრად არ ღირს, მას ეგრევე გადავაგდე. მიდი გააგრძელებნა. მოიცადე, აქ იქნებ კიდევ რამეა. ამოკა იმდენ დროს კარგავ, ჯობია ზედაპირზე მოძებნო სხვაგან. არა, ჯერა რომ აქ რაღაც იქნება. შენ უკვე იპოვე საშინელება, მეტი მანდ არაფერი აღარ იქნება. კარგი. ფულის მონეტები. ხო, ცოტა. თან არც ისე ძველი. ხო, აი აქ 2 მონეტაა. ხო, მაგ მონეტებით შეგიძლია საღეჭი რეზინი იყიდო. ჩვენ ხო შეჯიბრება გვაქვს, შეიძლება ეს ფული დამეხმაროს გამართვებაში. ვფიქრობ, რომ აი აქეთ უნდა წავიდეთ. კარგი, წავედით. აქ რაღაც არის, გაიწიეთ, ამოვთხრი. გოგოებო, შეხედეთ, ეს შამანების გრეხილია. დაუჯერებელია, ჩვეულებრივი ბიჟუტერია. მე ის წიგნში იქნება უბრალოდ გავს. გავს კი არა, ის არის დარწმუნებული ვარ. ამალკა უკვე მთელი ტერიტორია გადავთხარეთ. მე ძველი სამაჯური მაქვს და ასევე სუვენირი. ასევე კილა. გაურკვეველი შიგთავსით. მაშინ სახლში წავიდეთ. მომდევნო დღე. მე არ წავალ ისე შორს როგორც ამელკა. მე სხვა ადგილი ამოვარჩია, სადაც ადამიანები სეირნობენ. ნახოთ, გამიმართლებს ვიპოვი რამეს თუ არა. აბა კიტი, საით მივდივართ? რა მნიშვნელობა აქვს? აქ ყველაფერი ძვირადღირებული უნდა იყოს. მაშინ მოძებნე ისინი. აი, ჩემი განძი ამოთხარეთ. ლითონის კილა. ჯანდაბა, მე გვისურვებია რატო არ ჩააგდეს ეს კილა. მე კი ვიფიქრე, რომ ეს ოქროან ვერცხლი იქნებოდა. ეს შენი ფანტაზიის ნაყოფია. ბევრი ადამიანი ნიშნავს ბევრ ნაგავს. შენ ფანტაზიორობ რაღაცას. აი, ნახავთ, ამოკაზე მეტრამეს ვიპოვი. ამოიღე კილა, შეგიძლია ჩააპარო შემდეგ. ამოვიღებ, რადგან შემდეგ ნაგვის ურნაში გადავაგდო. 1 საათის შემდეგ. ისევ კილა, რამდენი შეიძლება? მე დავითვალე, უკვე 24 კილა. ყოლად არ შეაგროვე, შეგეძლო ჩაგებარებინა და ფული მოგეპოვებინა. დამცინეთ, ჯერ არ დაღამებულა. ნუ თუ ისევ კილა. მოდი ამოვთხარეთ და ვნახოთ. აი ჩემი განძიც. ტელეფონი. მოდელი ძველია. თვირი არ იქნება. ტელეფონი ფასით არ განისაზღვრება, თან ეს Nokia. და ის მუშაობს? ეხლა ვნახავთ. ალბათ დამჯდარია, უნდა დავტენოთ.
თვეზე მეტია, მიწის ქვეშა ალბათ არ მუშაობს. წავიღოთ სახლში და ვნახავთ. მე უკვე ამალკაზე მეტი ნივთი მოვაგრო, ეხლა უბრალოდ ინტერესის გამო ვეძებ. საერთოდაც მე უფრო ძვირადღირებული ნივთები ვიპოვე. ოპა, რაღაც ვიპოვე. ყულაბა, ალბათ цаრიელია. თავი გაქვს цаრიელი, ყულაბა კი მონეტებით არის სავსე. ვფიქრობ ვიღაცამ სპეციალურად დამარხა. ყულაბა რათა შემდეგ ამოთხარა. ეს უკვე ჩემი პრობლემა აღარ არის. ვიღაცამ დამარხა, მე კი ის ვიპოვე. მოდი გავხსნათ და ვნახოთ რამდენია ფული. არა, ამას სახლში გავხსნი და დავითვლი. იქნებ ოქროს მონეტებია შიგნით. იოცნება. გავაგრძელოთ ძებნა. სრული ბედნიერებისთვის ოქროს პოვნა მჭირდება. მოდი აქ ამოვთხაროთ. ეს რაღაც პატარა იქნება. ალბათ ბეჭედი ან თავსახური. მოკეტე. მიდი ამოთხარე. ჭანდაბა, ლამეს სემეჯურია. ხო, უნდა გაწმინდო, შეგიძლია ატარო კიდეც. ეს ჩვეულებრივი ბიჟუტერია, კარგი რა. მისი ტარება არავის მოუნდება, არაფერი არ ღირს. აქ ამოთხარე. ეს რა არის? ალბათ ვინმე ბავშვმა დაკარგა. კარგი, გავაგრძელოთ ძებნა. ლუნა ამოთხარე. ნაგავი. ამოთხარე. ბოლოც და მომბეზ და მიწაში ქექვა. ეს ხომ გასაღებია. საინტერესო რისი, ალბათ მანქანის. თუ მანქანასაც ვიპოვეთ, თან დავიტოვებ. კიტი, ესე საქმე არ კეთდება. თუ გასაღები იპოვე, არ ნიშნავს, რომ მანქანა შენია. ამელკა, რა ენა გაქვს? მოიცადეთ, ეს გასაღები სადღაც მინახავს. სად? მოიცადეთ, დავფიქრდე. შქარა იფიქრე. გამახსენდა, ეს შესანახი ოთახის გასაღებია. მართალია, ესეთი მეც მინახავ, თან ნომერიც აქვს, შეხედე 25. ანუ ბოქს 25-ში შეიძლება რამე ღირებული ინახებოდეს. იქნებ სახლში წავიდეთ. ეხლა დავბრუნდები, წავალ და შევამოწებ. ისინი მალე იგეტებიან, ვერ მოასწრებ, ხვალ გაიღება. ვერ ვითმენ, ისე მაინტერესებს რა დევს შიგნით. მეც მაინტერესებს, მაგრამ მოთმენა მომიწევს. ხვალ ჩემი ჯერი ადგილი ავარჩიო. შენ პოვნის ექსპერტი ხარ, ალბათ კარგი ადგილი შეარჩიე. რა თქმა უნდა, და რა ადგილია მოგვიყევი. ადგილზე გეტყვით ყველაფერს. ეხლა კი წავიდეთ დავისვენოთ. მომდევნო დღე. უნა რატო არ გუყვები სად მოვედით? მოთმინება იქონიეთ. და დამალვის აზრი. ჭიანჭველები დამდის ამ ადგილს რა უყურებ. მეც. გოგოებო, არ ჩამომრჩეთ. ლუნა ნიშანს ვერ ხედავ, აქ ეს არ შეიძლება. ნუ ღელავთ, არაფერი საშიში არ არის. აბა რატომ არის ეს ნიშანი? ალბათ მოხსნა დაავიწყდათ უბრალოდ. აქ ნამდვილად რამე ექსკლუზიურს ვიპოვი. ქსელი არ იჭერს. არც ჩემი. ლუნა, აქაურობა არ მომწონს. არც მე. სწრაფად ვიპოვოთ რამე და წავიდეთ. აქ უნდა ამოვთხაროთ, კიტი, მიდი.
ხელთათმანები რა თქინდა და არტეფაქტი არ გავაფუჭო. ოლკა შენც გაიკეთე. როგორ აღმოჩნდა ეს ინსტრუმენტი აქ? იქნებ ვინმემ თავისი ველოსიპედი აქ შეაკეთა. მე მას არ ავიღებ. სულ ტყუილად არის ადამიანები, ვინც ამას იყიდდა. ამის ადგილი აქ არის. და ეს რა ნაჭერია? ეს რა სისხლია? ალბათ ველოსიპედისტმა ხელი გაიჭრა მის შეკეთებისას. ალბათ ასია, გავაგრძელოთ ძებნა. მე ჩვენება თუ ჩვენგან რამეს მალავ. შესაძლებელია. იქნებ მოგვიყვე რა არის ეს საშინელი ადგილი. კარგი, რადგან უკვე აქ ვართ, მაშინ მოგიყვებით. 50 წლის წინ ეს იყო მანიაკის თავშესაფარი. მანიაკის? მე ვნებდები. დამშვიდით, 50 წელი გავიდა, ეს მანიაკი უკვე დაიღუპა. დარწმუნებული ხარ, იქნებ სხვა ადგილას წავიდეთ. არა, არ უნდა მეთქვა თქვენთვის, თქვენ ისეთი მშიშრები ხართ. არ ვართ მშიშრები. როგორ არა, თავიდანვე რომ მეთქვა, საერთოდ არც კი გამოვყვებოდით აქ. ანუ იმ ინსტრუმენტით ჩუმად აქ რაღაც ვიპოვე. რა იპოვე? აქ სიარულის მეშინია. კარგი, მე თვითონ ამოვთხრი. შეხედეთ, ეს უბრალოდ ფლეშკაა. ეს მანიაკის ფლეშკაა. 50 წლის წინ ფლეშკები არ არსებობდა. ეს ფლეშკა ახალია. გაყიდვა შეგვიძლია. ნეტავ რა წერია ამ ფლეშკაზე? სახლში ვნახავთ. ლუნა, მალე ამოთხარ, ერთი ზური მაქვს სახლში როდის წავალ. რატომ არის ეს ადგილი შემოსაზღვრული? იმიტომ რომ ეს დანაშაულის ადგილია. ნიშანი დაკიდეს, მაგრამ მისი მოხსნა დაავიწყდათ. ოჰო, გაიგეთ, როგორ წრიბინეთ? ამდენად რაღაც არის აქ. კიტი, ამოთხარე. მაგარი შკატულკა. და შიგნით რა არის? სახლში გავხსნე, ის ჩაკეტილია საკეთით. როგორც ჩანს, რაღაც ძვირადღირებულია შიგნით. იმედია მანიაკს არ უკავშირდება. არ ვფიქრობ ას. გოგოებო, მორჭიჭორაობას, მალე ქენით. გონია რომ ის შკატულკა მანიაკისა. არ ვიცი. მეტი აღარ შემიძლია ვნანობ რომ დავთანხმდი აქ წამოსვლას. ისევ რაღაც ვიპოვე, მაგრამ რაღაც უცნაური სიგნალია. იქნებ არ გვინდა ამოთხრა. კიტი, აიღე ნიჩაპი და ამოთხარე. აქ რაღაც ძალიან მაგარია. მაშას ეს რა არის? გოგოებო, შეჩერდით. ეს ნამდვილი ჩონჩხიც არ არის, ეთყობა შიშრები. მეც დამელოდეთ. მიდი და გოგეჩქარა, მოიცადე, ეხლავე წავალთ. და ლუნა თავის მანიაკთან იჯდეს. გოგოებო, ჩემს გარეშე წასვლა გადაწყვიტეთ? ჩახტი, ჩქარა. დარწმუნებული ხარ, რომ ნამდვილი ჩონჩხი არ იყო? რა თქმა უნდა. იმედია თან არ წამოიღე. არა, ძალიან მძიმე იყო. კარგი გოგოებო, ეხლა ვნახოთ რა მოვიპოვეთ. ჩემი შედეგია 27 სტაფსახური, კიდევ ასეთი ქილა, განტელი, ამულეტი, მონეტები, ესეთი სუვენირი და რადიო. ეს გაუგებარი ქილა და შენ დაგვიდი რომ გახსნიდი. ხო, მოდი ვნახოთ რა დავშიგნით, მაინტერესებს. ყველა წარწერა გაფუჭებულია. გამოშვების ძვადაც კი არ გახსენი რა. siminti, საინტერესოა რამდენი წლისაა. სული ჩვეულებრივი არაფერი განსაკუთრებული. გინდათ გასინჯოთ?
არა, არაფრის გულისთვის. მე კი გამომწერების გულისთვის გავსინჯავ. ესეთი გამბედაობა ლაიქებს იმსახურებს. აბა რა, ისეთი გემრიელი არა როგორც ახალი, მაგრამ არა უშავს. გასინჯეთ. მომეცი? ხო, არა უშავს. მე არ გავსინჯავ, ჩემი შედეგია 25 კილო და 40 თავსახური და ეს ტელეფონი. ის მუშაობს. შევეცადე დავტენე გავასუფთავე, მაგრამ არ ერთვება. ანუ უსარგებლოა და არაფრად არ ღირს. იქნებ შევაკეთოთ. შეკეთებაში უფრო მეტ ფულს დახარჯავ, ვიდრე ეს ტელეფონი ღირს. არ გეთანხმები. კარგი, მოდი გავაგრძელოთ. მე დავითვალე და ამ ყოლაბაში $37. ეს ცუდი არ არის. და ეხლა ყველაზე საინტერესო. აი ეს ჩემოდანი აღმოჩნდა ინბოქსში და შევით რა არის, არ ვიცი. ეხლავე ვნახავთ. ნეტავ ბევრი ოქრო იყოს. ჩვეულებრივ კოსტიუმებს გავს. აქ რამე კიდე უნდა იყოს. როგორც ჩემოდანში ღირებული არაფერია და ეს კოსტიუმები ბავშვებისთვისაა. ხო, მაგრამ შეგვიძლია ეს კოსტიუმები გავყიდოთ. ხო, მართალია. აქ ტელეფონის ნომერია. დავურეკოთ და დაუბრუნოთ ჩემოდანი. ალბათ ესეც ვიზამ. ეხლა ჩემი ჯერია. ყველაზე უჩვეულო ნივთები ლუნას აქვს. გავაღეშ ლუკა და ახეთ რა დავშიგნით. აქ ყველაფერი ერთადაა. ოქროც, ბიჟუტერიაც. ნუ თუ ეს მანიაკი შკატულკაა. ფიქრობ, რომ მანიაკი ამათ ატარებდა? არა, ეს მტკიცებულება პოლიციაში უნდა წაიღო. წავიღებ მას შემდეგ, რაც აღიარებთ, რომ მე გავიმარჯვე. არა, ეს მე გავიმარჯვე. ბოლოს და ბოლოს რეალური $37 მაქვს. მე არ ვიცი ჩემი ნივთები რა ღირს. იშვიათი ალბათ ძვირი ღირს. მაშინ მაყურებლებმა დაგვიწეროს, ვის აქვს საუკეთესო ნივთები. ბავშვებო, დაგვიწერეთ კომენტარებში, ვისი ნივთებია ღირებული. მოიცადეთ, ეს ყველაფერი არ არის. ფლეშკა, რაც უფრო მეტი გიგაბაიტი აქვს, უფრო ძვირია. მოდი შევაერთოთ და ვნახოთ. შეიძლება რამე არის ამ ფლეშკაზე. მართალია, შევხედოთ. ნოუთბუქს მოვიტან. აჰა, შეაერთე. ოჰო, ფლეშკა 1 ტერაბაიტია. ეს სიაფი არ ღირს. მაგ რაღაც 500 მეგაბაიტი დაკავებულია. მოდი ვნახოთ რა არის. არ არის ლამაზი სხვისი ფოტოების დათვალიერება. კარგი რა, ვერავინ გაიგებს. კარგი, ვნახოთ. მეც მაინტერესებს. რაღაც ნაცნობია. ხო, ეს ადგილი ნამდვილად სადღაც მინახავს. ამოკა, ეს ადგილი არაა, სადაც ადრე ვიდეოს ვიღებდით? ხო, მართალია ისაა. ესენი ჩემ მეგობრები არიან. როგორ შეიძლება ესეთი რამ? ეს ფლეშკა მანიაკის ადგილზე იყო. მეშინია. მეც. როგორ გაჩნდა იქ? იქნებ ბავშვებმა დაკარგეს რომელიმე. და თუ არა, გოგოებო, მორჩით, მოდუნდით, ეს უბრალოდ ფლეშკაა. მისტიურია რაღაც. ბავშვებო, ნუღა შევაშინებთ მაყურებლებს. დავემშვიდობოთ. ბავშვებო, თუ რამეს კიდევ ვიპოვეთ, აუცილებლად გაგაგებინებთ. მანამდე კი მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ყველას გემშვიდობებით.